საფრანგეთის ეროვნული გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი მის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გასაჩივრებისთვის ემზადება. ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნობის, საჯარო საქმიანობის 5 წლით აკრძალვის, 4 წლიანი პატიმრობის მისჯისა და 100,000 ევროს ოდენობით ჯარიმის დაკისრების შემდეგ. მარინ ლე პენმა პირველი კომენტარი ტელეფრანს 1-ის ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მოტივია მისი პოლიტიკური არენიდან ჩამოშორება. განაჩენი ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც უზღუდავს. მიღებული გადაწყვეტილებით კანონის უზენაესობა სრულად დაირღვა. საფრანგეთში მილიონობით ფრანკია აღშფოთებული, რომ აქ ადამიანის უფლებების ქვეყანაში მოსამართლებმა ისეთი პრაქტიკა დანერგეს, რომელიც გვეგონა, რომ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი. ილონ მასკმა მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილი ვერდიქტი გააკრიტიკა. შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ამავე საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მაიკ პენსის განცხადებაც გააზიარა. როდესაც რადიკალური მემარცხენეები გამარჯვებას დემოკრატიული კენჭისყრის შედეგად ვერ აღწევენ, ისინი ოპონენტების დასაკავებლად სასამართლო სისტემას ბოროტად იყენებენ. ეს მთელს მსოფლიოში მათი სტანდარტული მოქმედების სქემაა. საფრანგეთში მარინ ლე პენი, ბრაზილიაში ჟაირ ბოლსონარო, პაკისტანში იმრან ხანი, იტალიაში მატეო სალვინი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპი და რუმინეთში კალინ ჯორჯესკუ. ყველა პოპულისტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დემოკრატიის მიმართ სანდოობის გულში ჩაცემული ხანჯალია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს შემაშფოთებელს უწოდებს. განცხადება უწყების პრესპიკერმა ბრიფინგზე გააკეთა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ეთანხმება მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსად მოხსენიებას. ვერ დავეთანხმები იმას, რომ მარინ ლე პენს ულტრამემარჯვენე პერსონად მოიხსენიებთ. პოლიტიკური პროცესებიდან ადამიანის გარიცხვა განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული და კორუმპირებული სამართლებრივი ომის გათვალისწინებით. ჩვენ მხარს უჭერთ თითოეული ადამიანის უფლებას საჯაროდ გამოთქვას თავისი აზრი მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მას თუ არა.